შეიძლება აცეკვდე ახლა ბერძნულად. პატარა ხრიკი. სხვა ხმაზე ათუხთუხდა. ნუ რა წვენი გაიკეთა ხო. კრევეტები ძალიან ნაზია, ოხრახუში ნიორი. ღმერთო ჩემო რა გემრიელია. დავიწყოთ. კერძს კი მზადებთ, კერძს. აღარ მინდა დესერტები, ეს უფრო მიყვარს და უნდა ვიმოგზაუროთ მედიტარიანულ სამზარეულოში, იმიტომ რომ კოლიოს წარმოებლის ფეტა იყო ინსპირაცია ამ კერძის. როგორც წესი ვიყენებთ ხოლმე უფრო ბერძნულ სალატში, უფრო ზეთით და პურით და ზეთის ცხილით. დღეს კი ჩვენ მოვამზადებთ საერთოდ განსხვავებულად, იმიტომ რომ გვაქვს დარდანელის ორი ზომის ძალიან კარგი ზომის კრევეტებია. ესენი უკვე გარჩეულია და ძალიან კაი ზომაა იმისთვის, რომ გემრიელი სადილი დაამზადო. აგერ მაქვს ფერადი პამიდრები, იმიტომ რომ ძალიან უხდება მით უმეტეს კრევეტებს და მედიტარიანულ სამზარეულოს აი ეს მიქსი ოხრახუში, ნიორი, პამიდორი, თევზი, კლასიკა. ასევე ლიმონის ზეთი ძუკისგან, რომელიც მართლა ერთ-ერთი საყვარელი ინგრედიენტი ეს ზეთები ჩემი სხვადასხვა არომატებით და რა კარგი სიახლე გვაქვს ევროპროდუქტში. არაჩვეულებრივი პინოგრი, ძალიან კაი ღვინო და სხვათა შორის ძალიან ბიუჯეტური ფასი აქვს, ამიტომ უკვე შეგიძლიათ მიაკითხოთ ევროპროდუქტს და გასინჯოთ. ეხლა ღვინო მინდა კერძისთვის და სხვათა შორის იტალიელებიც, ფრანგებიც და ის ხალხი, რომელიც ხშირად იყენებს ღვინოს სადილში და მეც ხშირად ვიყენებ სადილში მით უმეტეს პამიდორთან თეთრ ღვინოს, ყოველთვის გეუბნებიან, რომ ის ღვინო გამოიყენე, რომელიც მოგწონს და რომელიც მერე შენ უნდა მიირთვა. კიდევ მაქვს ასევე კარაქი და მაქვს ნაღები. ნახეთ რა საინტერესო კერძი მექნება. პირველ რიგში ახლა როგორ ვიწყებთ, უნდა დავამარინადო ნიორში და აი ამ ლიმონის ზეთში კრევეტი. იმიტომ რომ ეს კრევეტი ძალიან მალე მზადდება და მინდა რომ მარინადში იყოს, რომ 2 წუთში მოიწვას. დავიწყოთ. ეს არის ცოტა მოზრდილი ზომა კრევეტი და ეს უფრო პაწაწული. არის გარჩეული, გასუფთავებული, ყველაფერი მოწესრიგებული, მარტო უნდა მომზადება და მე მირთმევა გემრიელი. ნიორი ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან უხდება კრევეტებს. დავუმატოთ ზუკის, ლიმონის არომატით ზეითუნის ზეთი. ფერადი პილპილი ძალიან მნიშვნელოვანია, სხვადასხვა გემოები გადასწარებს ხდის ჩვენ კერძს. ეხლა მინდა კიდე პატარა ხრიკი. აი ოხრახუშს ავიღებ, ძალიან წვრილად დავჭრი, ამასაც გადავურევ აქ, რომ აი ეს ოხრახუშის და ნივრის გემო კარგად შევიდეს ჩვენს კრევეტებში. სულ ცოტა მინდა სიცხარე მოუხდება ამას. ეს არის გამომშრალი, შებოლილი წიწაკა. ღვინოსაც დავასხავ ცოტას. ამოურევ. ეხლა დავჭრი პამიდრებს. ეს პამიდრები წაფაზე, აი მინდა რომ ცოტა კარაქში და ზეითუნის ზეთში ეს იდეალური კომბინაცია სხვათა შორის კარაქი და ზეთი ერთად. სულ სხვა სტრუქტურის ხდება ნებისმიერი კერძი, რომელიც ესე მზადდება. ეხლა დავჭრი ოხრახუშს. ასევე ამასაც გავაკეთებ პატარა მარინადით. ოღონდ ყველა ოხრახუშს არ დავახო, იმიტომ რომ ბოლოსთვისაც ჭირდება ისევ ძუკის, ლიმონის არომატით ზეთი. ეხლა დავამატოთ ნიორი. და გავახუროთ ამასობაში ქურა. ამ ტაფაზე ჩვენ ვიყენებთ ფრანგული წარმოების ელვირის კარაქს. ეხლა ეს არაჩვეულებრივია იმ კომბინაციაში, რასაც გავაკეთებ. წავიდა შიშხინი. პატარა ხრიკი უნდა გასწავლოთ. იმისთვის რომ ნიორი აი ძალიან ხისტი არ იყოს, იმიტომ რომ საკმაოდ ნივრიანია ეს ყველაფერი, მე ვუმატებ ცოტა შაქარს და რბილდება. წიწაკა დავუმატე და აღერღელი სიცხარე გვინდა და მარილი. უკვე იცით როგორი სუნი დგას ჩემს სამზარეულოში, აი ნამდვილი, მედიტარიანული. ეხლა კრევეტებიც რო წავად, თქვა ზღვის სანაპიროზე მოვხდე. ვინო, სხვა ხმაზე ათუხთუხდა. ნუ რა წვენი გაიკეთა ხო. ფაქტიურად კრევეტების ჩაშიშული გვაქვს ბერძნულად ფეტათი. ეს გადასარევი დამარინადებული კრევეტებიც წავიდა ტაფაში. მე საერთოდ მიყვარს მარტივად დამზადება ყველაფერს, რომ ოპ ჩქარა გავაკეთე. კონკრეტულად დარდანელის ეს გარჩეული კრევეტები არის მართლაც იდეალური, ძალიან სწრაფად მზადდება და იცოდეთ, არ გადახარშოთ. აქ საკმაოდ ბევრი ღვინოა და ეს ღვინო უნდა წამოდუღდეს, როგორც კი გაგარდის ფრდება და ეს წამოდუღდება, ჩვენი კერძიც მზად არის. ეხლა რომ გავსინჯე, იდეალურია. აი ლიმონის ზეთმა მართლა რაღაცა განსაკუთრებული გემომიცა. ამ ღვინომ ხო თავისთავად ეს კრევეტები ძალიან ნაზია, ოხრახუში, ნიორი, პამიდორი, ეხლა მიდის ნაღები. აი ნახეთ როგორი გახდა კრევეტი. აი ეს არის ეხლა იდეალური იმაზე. ყველაფერი მზად არის, გამოვრთოთ ეხლა. ეხლა მიდის სერვირე. ეს ჭურჭელიც უხდება. შეიძლება აცეკვდე ეხლა ბერძნულად. წავიდა
კოლიოსის, აი ზუსტად ნამდვილი ბერძნული ფეტა, აი ესე იშლება, ნახეთ როგორ იშლება. ბოლო აკორდი, ეს ოხრა ხუში, ეს უნდა გავსინჯო, მაგრამ ერთი რამე დაიმახსოვრეთ, აი ესეთ მედიტარიანულ კერძთან იდეალურია თხელი, თეთრი ღვინო და მით უმეტეს პინოგრი. ნახეთ როგორ მოვემზადე. ყველაფერი მინდა რომ შემოხდეს. პამიდორიც, წვენიც, ფეტაც, ბერძნული ნამდვილი და კრევეტიც. ღმერთო ჩემო, რა გემრიელია და ფეტამ აი საერთოდ დაასრულა და რატომ? თუ დააკვირდი ძალიან ნოზომილად გავუკეთე მარილი. იმიტომ რომ ვიცოდი რომ შემდეგ ზემოდან მოეხრებოდა ფეტა და აი ეს ყველა გემო რომ შემოვიდა აი ფეტამ თავისი სინაზით და ოდნავ მარილით დაასრულა და ეხლა მთლად დავასრულებ ამ გემოებს. ფანტასტიკურია. მოამზადეთ.